მოგესალმებით ყველას, იმედია ყველანი კარგად ხართ. პირველ რიგში მადლობა აქტიურობისთვის, მადლობა იმისთვის, რომ მიყურებთ. სწორედ ამიტომ ძალიან ხშირად ვაპირებ შემოგთავაზოთ საინტერესო და საჭირო ვიდეოები. დღეს მინდა გასწავლოთ ორი ფრაზა, რომელიც ძალიან ხშირად გამოიყენება ფრანგულში და ძალიან ხშირად შეგხვდებათ. მინდა იცოდეთ მათი ზუსტი მნიშვნელობები და გამოყენების ტექნიკა. En ce moment და à ce moment-là. En ce moment, ამ მომენტში. ანუ en ce moment გამოიყენება იმ მოქმედებისთვის, რომელიც ხდება ამ წამს, ამ მომენტში და ამ მომენტშივე ვაჟღერებთ. მაგალითად, en ce moment, je lis un livre. ამ მომენტში მე ვკითხულობ ციკლს. ამ მომენტში ვკითხულობ ციკლს და ამ მომენტშივე გავაჟღერე, რომ ვკითხულობ ციკლს. À ce moment-là გამოიყენება წარსულში მომხდარი ან მომავალში მოსახდენი მოქმედების გამოსახატავად, მაგრამ ამ მოქმედებებს ვაჟღერებთ ახლანდელ დროში, ანუ ვიხსენებთ ახლანდელ დროში ამ ყველაფერს. მაგალითად, à ce moment-là, j'étais à l'école. იმ მომენტში მე ვიყავი სკოლაში. მე ვიყავი სკოლაში არის წარსული დრო. მაგრამ ეხლა ვიხსენებ, რომ მე იმ მომენტში, რაღაც კონკრეტულ მომენტში სკოლაში ვიყავი. ნახე, à ce moment-là, j'étais à l'école. იმ მომენტში მე სკოლაში ვიყავი. ვფიქრობ, სწორად მოვიტანეთ თქვენამდე ეს თემა. თუ ვინმეს რამე კითხვები გექნებათ, შეგიძლიათ დამიტოვოთ კომენტარებში. დროებით და ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას.